გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ეროვნული პოლიციის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა. ანუ ეს კაიგაცი ინტერპოლის უკრაინულ განყოფილებას უხელმძღვანელებს. დიდი მადლობა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოსადმი ასეთი მეგობრული დამოკიდებულებისთვის. ვინც კი საქართველოს მტერი იყო, ყველა შეიკედლა უკრაინის ხელისუფლებამ და ჩვენგან კი ითხოვდნენ, რომ მათთვის ჩვენი შეიარაღება გადაგვეცა, რომელიც ჩვენ თვითონ საკმაოდ შეზღუდული რაოდენობით გაგვაჩნია. ითხოვდნენ რუსებისთვის აქედან შეგვეტია და გაგვენადგურებინა. ითხოვდნენ, რომ ოფიციალურად გაგვეგზავნა თვითმფრინავი მოხალისეებით. ითხოვდნენ, რომ საკუთარი ხელით ეკონომიკური ხარაკირი გაგვეკეთებინა რუსეთისთვის ყველანაირი სანქციის დაწესების გზით, რაც კრემლისთვის კოღოს ნაკმენივით იქნებოდა. და ითხოვდნენ, რომ სლავა უკრაინე გვეძახა დღეში 5-ჯერ. მეგობრო, უკრაინა არის მსხვერპლი და არა მხოლოდ რუსეთის მსხვერპლია. ის არის უცხოური პროპაგანდის მსხვერპლი, რომელმაც ის იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, როგორშიც დღეს იმყოფება. უკვე ბევრი რამ მაქვს საკითხული და მოსმენილი და მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, რომ ბუნჩულა უკრაინა იყო თავისთვის, შრომობდა, ისვენებდა, მღეროდა ხალხურ სიმღერებს და საღამოობით კი დადიოდა და მზესუმზირას აკნატუნებდა და უცებ ბოროტი რუსეთი თავს დაესხა მას. დიახ, თლად ასე არ იყო. და ეს ყველა კარგად იცის ჩვენი ნაცების გარდა, რომლებიც არაფერს იჯერებენ გარდა იმისა, რომ მიშა მარადია. დიახ, რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. რუსეთი არის აგრესორი და ამას არავინ უარყოფს. უკვე თვით რუსებიც არ უარყოფენ ამას. მაგრამ ისმის კითხვა, რატომ მიქრება დღითი დღე სულ უფრო და უფრო ემპათია უკრაინის ხელისუფლებისადმი? კარგი კითხვაა, ხომ კი? რატომ უნდა ველაქუცოთ უკრაინას, იმიტომ რომ მსხვერპლია? თავიანთი უგუნური ხელისუფლების მსხვერპლია და ჩვენ კი კუდი უნდა ვაქიცინოთ, რომ იქნებ როგორმე ვასიამოვნოთ? და ის სენტენცია, რომ პატივისცემა ორმხრივი უნდა იყოს, ეს განა უკრაინელებმა არ იციან? იმდენი პატივისცემა არ გააჩნია უკრაინის მთავრობაში ჩვენდამი, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი კრიმინალი, სადისტი ადეიშვილი ამდენი ხანია ყავდათ შეკედლებული. თავს ევლებოდნენ პატარას და ახლა ჩვენ ჯინაზე უკრაინის ინტერპოლის დეპარტამენტის უფროსადაც დანიშნეს. თავიჯერ უკრაინას ასე გაუჭირდა, რომ თავისი კადრი არ ყავდა ამ საპასუხისმგებლო და სათუდ თანამდებობაზე. ანუ საკუთარ წრეში წესიერი და გამოცდილი იურისტი ვერ მონახეს და აქედან განდევნილი და გასამართლებული სადისტი დანიშნეს. ესაა ურთიერთპატივისცემა? და თუ ვინმე იტყვის, რომ უკრაინის მთავრობა იოტისოდენად მაინც სცემს პატივს საქართველოს მოსახლეობას, მე არ დავეთანხმები. გეფისებით სიტყვები არ მყოფნის, როდესაც ასეთ ინფორმაციას ვიგებ. სიტყვები, ანუ წესიერი სიტყვები არ ყოფნის, თორემ უწესო სიტყვები იხარე ყოფნის და თანაც გადაჭარბებულად. დიახ, უკრაინას ფეხებზე კიდია ჩვენი მართლსაჯულება და ჩვენ კი მაინც კოჭი უნდა ვუგოროთ და სლავა უკრაინე ვიმღეროთ. უკაცრავად და თუნდაც ომობანა იომონ რუსებმაც და უკრაინელებმაც გაახარონ ანგლო-საქსები. და რასაკვირველია ამ სიტუაციაში ჩვენმა კუმ, ანუ სააკაშვილმაც გამოყო ფეხია თუ თავი უკვე ვეღარ ვანსხვავებ. ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ინტერპოლის ხელმძღვანელად დაინიშნა. მე კი ვრჩები რუსულ ტყვეობაში. ასეთი ცრემლიანი სიტყვა დაწერა თავის სოციალურ ქსელში მსოფლიოში ყველაზე მომაკვდავმა ადამიანმა. ეტყობა გადატანილმა დემენციამ უკავ მაინც არ ჩაიარა მისთვის. ისიც ვერ გაურკვევია თუ რომელი ქვეყნის ციხეში ზის. შეიძლება გონია რომ ჩელაბინსკშია, არ გამიკვირდება, მაგრამ ჯანდაბას მის თავს, სადაც უნდა იქ იჯდეს, მთავარია იჯდეს. და მე რამდენად ვწმუნდები, რომ ის ჩვენი მესამე და უსამართლო სამყაროს თავისებურად ხედავს. ანუ ხედავს ისე, როგორც მას ამ სრულიად ინფანტილურ არსებას უნდა სამყარო რომ ჩანდეს. აშკარად სხვა განზომილებიდან იხედება. დიახ, და იქიდან ხედავს, რომ რუსულ ტყვეობაშია.
საინტერესო არ უკვირს რომ რუსულ ტყვეობაში ყველა ქართულად ელაპარაკება. განსაკუთრებით მომეწონა მისი ფრაზა იმავე ტექსტიდან. ჩემი მრავალწლიანი თანამებრძოლი და უმაგრესი ადამიანი გოგა ცხაკაია დანიშნეს ჩემი მეგობრის უკრაინის თავდაცვის მინისტრის მიხაილ ფიოდოროვის მრჩევლად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა უკრაინას აქვს წარმატებები ფრონტზე. თქვენ იცოდით, რომ უკრაინას წარმატებები ქონია ფრონტზე? მე არ ვიცოდი და დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც საბრალო უკრაინელებმა იციან, რომ მათ წარმატებები აქვთ ფრონტზე. საიდან იღებს ეს გიულის ბოუში ასეთ ინფორმაციას? არ ვიცი. ალბათ უკრაინის ინტერპოლის ახალი უფროსი კაიკაცი ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრის მრჩეველი უმაგრესი ადამიანი გოგა ცხაკაია აწვდიან მიშას ასეთ გამამხნევებელ ინფორმაციას. მე მთელი დღეები უსმენ სხვადასხვა მოლაპარაკე თავს და ერთისგანაც არ მსმენია, რომ უკრაინას წარმატება ჰქონია ფრონტზე. მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად არ მეპიტანავება უკრაინის ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებული ვარ თვითონაც დიდი ხანია თავისი უცხოელი დამკვეთების მძევალია და მათ დავალებებს ასრულებს, უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, რადგან უკრაინა როგორც არაერთხელ მithქვამს, მსხვერპლია და რუსეთი კი აგრესორია. და აგრესორი უნდა მარცხდებოდეს წესითა და რიგით. თუმცა სადაა ახლა წესი და რიგი? ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.